დავით მეფის შთამომავალი ერი ქართული მიწის გამყიდველ ხელისუფლებას ხარს უჭერდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ერი დავით მეფეს აყენებს შეურაცხყოფას. ქართული მიწის გამყიდველ ხელისუფლებას, უცხო თესლის შემომთესლებელ ხელისუფლებას ხარს უჭერდეს და დავითობას ზეიმობდეს ერი, ეს არის ფარისევლობის მწვერვალი. გვეყო ეს ფარისევლობა. პირდაპირ თქვათ, რომ გვეზიზღება ყველაფერი ქართული, კაცო ქართველებს. ვაღიაროთ ეს უნდა. ქართული მიწის გამყიდველი ვყავს ხელისუფლებაში და დღეს ახლა გელაჩი უამრავი ესეთი გამყიდველობის მომხრე ავა და დავითის საფლავთან მუხს მოიდრეხს ეს ფარისევლების ჯოგი. როგორ შეიძლება ეს ასე უდგებოდნენ? ქართული მიწებს გვიყიდიან. დავითმა თბილისი 400 წლის მერე არაბები გაყარა. ხმლით გაყარა ისინი არაბები. მიადგა, დაამარცხა და გაყარა. ჩვენ შემოყვავს ფულის გამო და ქალაქებს ვაშენებინებ და ტაშის ყრაში ვართ, ხელები გვაქვს გადაწყაული. ასე გადაგვარებული ვართ დავითის შთამომავალი და რას ნიშნავს ეკლესიურობა, სინანული, რა არის? უძღებიშვილის ყვირა დღეს. უმცროსმა ცოდვილმა როცა მიხვდა, რომ ცუდად იქცეოდა, მოეგო თავსათვისაო, ანუ სინანული გაუჩნდა, ცოდეთ cis მიმართ და მამაჩემის მიმართო. ეს სიტყვები თქვა აღმოხთა პირიდან. ჩვენც უნდა შევინანოთ ჩვენი ურჯულოება, ჩვენი ქართული მიწის შეურაცხყოფა, ფულზე დახურდავება, სადილზე და სალაფავზე გაყიდვა ყველაფრის. უნდა შევინანოთ. თვა ან მაშინ მეორე გურწმელები ვიყო და დავითის სახელს ნუღავ ახსენებთ. არა გვაქვს უფლება მისი სახელი ვახსენოთ. 200 ჯარისკაცი, 200 ქართველი, მე არ მჯერა რომ ყივჩაღები იყვნენ, ერთ ქართველები იყვნენ ისინი. დიდ გორში რომ შევიდნენ. შეუძლებელია ყივჩაღს გაეკეთებინა სხვა ქვეყანაში, ქართველები იყვნენ. სიკვდილზე წავიდნენ. და ასეთი ხალხის შთამომავალი იმ მიწას, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა, იმათზე ვყიდით, ვინც დავითმა გაყარა. ქართველები ვართ, ძმაო, რაზეა საუბარი? მერთმა მოგმადლოს თითოეულ ჩვენთანაც, ჩემი და დაწყებული. ქართული მიწის სიყვარული ზალა და მადლი. ქართული სულის სიყვარული ზალა და მადლი. მერთმა მოგმადლოს დავით აღმაშენებლისადმი პატივისცემა. ფარისევლობით კი არა და როგორც დღესა ვართ, არამედ ნამდვილად გულანთებულად ყოფილიყავით წმინდა მეფე დავითის მისამართით. მერთმა ძალა მოგცეთ და შეწევნა მოგმალოთ უფალმა. ცოტა ემოციისთვის შენდობას გთხოვთ და ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელი ყოფილიყოს ჩვენი შემწევი. თუ ჩვენი გამოსწორება არ შეიძლება, მისი ხმალი ამოქმედებული იყოს. თუ არ შეიძლება ჩვენი გამოსწორება, დავითის ხმალი მოქმედროდეს ყველა ჩვენგანს. ვისაც საქართველოს სიყვარული და ქართული მიწის გამოსწორებადი აღარ არის, დავითის ხმლის ქვეშ მოქცეული იყოს, ასე დავლოცავდი ჩემს ერს. და ვისაც აქვს შანსი მოქცევის და ქართული მიწის სიყვარულის, დავითი ჯარის კაცი გამხდარიყოს თითოეული ჩვენთანაც. დაგლოცოთ მაღლა უმერთო, ჩვენთან არ ზღმერთ.